ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით მერაბ ღოღობერიძე იბრძოლებს. იგი ასევე ხელვაჩაურში საარჩევნო ბლოკის სიის პირველი ნომერი იქნება. გამგებლობის კანდიდატად ახალსოფლის მკვიდრი ბიზნესმენი მირზა აბაშიძე დასახელდა. ბლოკში არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე გენდერული ბალანსის საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება საარჩევნო სიის 20 წევრიდან 8 ქალბატონია. დღეისათვის ხელვაჩაურის 93 საარჩევნო ოლქში 4 პარტია და 13 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია რეგისტრირებული. დღეს წარმოვადგენთ სიის 20 წევრიანი შემადგენლობა, ასევე გვყავს 12 მაჟორიტარ დეპუტატების კანდიდატი ხელვაჩაურის რაიონში, აქედან 20-დან 8 არის ქალბატონი, გენდერული თანასწორობა დაცული არის ჩვენთან. ასევე გვყავს ხელვაჩაურის გამგებლობის კანდიდატი, რომელიც არის მირზა აბაშიძე, ასევე გახლავთ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი სიის პირველი ნომერი, დაბა ხელვაჩაურის მაჟორიტარი და შესაბამისად იმედი გვაქვს გამარჯვებისას. ნომერ 93 ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში იცით თქვენ ადრე დასრულდა საბუთების მიღება საინიციატივო კანდიდატების და 13 კანდიდატი გვყავს, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობენ. რაც შეეხება პარტიებს, გუშინ შემოგვიტანეს მწვანეთა პარტიამ, ლეიბორისტულმა პარტიამ, აგრეთვე ეროვნულმა დარბაზმა აღვთ ცალკე მაჟორიტარობის კანდიდატები და დღეს შემოვიდა კახა კუკავას ფიქრია ჩიხრაძის პარტიული სიები და მაჟორიტარი კანდიდატები. ესე რომ ჯერჯერობით ეს მდგომარეობა გვაქვს.